ძალიან საინტერესო დეტალური საუბარი გვექნება რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, ოღონდ ეკონომიკურ და სატრანზიტო კონტექსტში და ამ ხრივ სტუდიაში გვყავს ადამიანი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი იშვიათთაგან, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, აგერ როგორ 15 წელია პროფესიონალურად სწავლობს ამ ვითარებას, ასე ქვია კიდეც მის ორგანიზაციას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი პაატა ცაგარეიშვილი, რომელთანაც გვაქვს კითხვები, რაც უკავშირდება სურვილს გავერკვეთ რეალობაში რა არის ეს ზანგეზურის კორიდორი, რა შესაძლებლობები არსებობს ამ მომენტისთვის მისი ინფრასტრუქტურული ფუნქციონირებისათვის, რა ცვლილებებს გამოიწვევს ზოგადად სომხეთის განბლოკვა და ჩართულობა ამ უზარმაზარ კომპლექსურ სატრანზიტო, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაში და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე. მოდი დავიწყოთ ბატონო პაატა თანმიმდევრულად და რუკაც გვექნება უკვე, რომელზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მაყურებელს უფრო დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია. კეთილი, ბუნებრივია, კომპლექსურია, თქვენ რამდენიმე შეკითხვა წამოწიეთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ გარკვეულწილად თუ რას წარმოადგენს აი ზანგეზურის დერეფანი. ეს არის დაახლოებით 800 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი, რომელიც ყარსიდან იწყება ფაქტიურად თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, შემდეგ ნახიჩევანი, ანუ აზერბაიჯანის ნაწილი, ექსკლავი, როგორც აი შემდეგ არის 43 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ზანგეზურის დერეფანს ეძახიან. სომხეთის ტერიტორიაზე. რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე. სიუნიკი ასე სიუნიკის პროვინცია არის სომხეთი. მე მინდა თავიდან დავიწყო ეს მონაკვეთი თურქეთის ტერიტორიაზე ყარსიდან ნახიჩევანის საზღვრამდე დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის არის. დღესდღეობით აქ ეხლა დაიწყო სარკინიგზო სამუშაოები, კონცენტრაციაა გაკეთებული ძირითადად შუალედურ სასადგურო ლიანდაგების განვითარებაზე, მაგრამ ეს არის ახლად დაწყებული მონაკვეთი და როგორც თურქული მხარე აცხადებს, მინიმუმ 5 წელი დასჭირდება აი ამ 200 კილომეტრიანი 5 წელი დავიმახსოვროთ ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ მოგეხსენებათ რომ გარკვეულწილად როდესაც დაპირება 5 წელი შესაძლებელია 7 წელიც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როდესაც თურქულმა მხარემ ყარსის რკინიგზის თავის მონაკვეთზე ბევრად მეტი მოანდომა ამის შენებლობას. ამიტომ ზუსტად დათქმული ვადა ხშირ შემთხვევაში არ მართლდება. შესაბამისად, როგორც მინიმუმ ამ ნაწილის შეჯამები რო გავაკეთოთ, ისე რომ ახლა უკვე ეს ინფრასტრუქტურა გამზადებული იყოს და ვიღაცა მივა და ჩამოწია ასე ვთქვათ და ამუშავდა ასეთი სიტუაცია არ არის, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის აბსოლუტურად განუხორციელებელი ამ ეტაპზე. შემდეგ მოდის მეორე ნახიჩევანის ტერიტორიაზე ეს უკვე არსებული სარკინიგზო მაგისტრალია დაახლოებით 158-160 კილომეტრია. მინდა აქ დავამატრო, ეს არის ერთლიანდაგიანი რკინიგზა, რომელიც დღესდღეობით არის ამორტიზირებული, საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. რო წარმოიდგინოთ კაპიტალურ შეკეთება დაახლოებით იმდენივე თანხას მოითხოვს დაახლოებით რამდენის ახლის შენებლობა. ეს აზერბაიჯანის თანხით ხდება ამის აღდგენა. ჯერჯერობით არ არის დაწყებული ეს შენებლობა. აზერბაიჯანს განზრახული აქვს რომ მეორე ლიანდაგიც მიაშენოს, ანუ ორლიანდაგიანი გახდეს. რა თქმა უნდა, რომ გაიზარდოს, ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს უბანი ჯერჯერობით არ არის აქტიური და ექსპლუატაციაში შეყვანილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამასაც. ანუ ამასაც დრო ჭირდება, ინვესტიციები დრო ჭირდება. ყველაზე რთული უბანი აი სიუნიკის 45-44 კილომეტრიანი უბანია, რომელიც თაგორიანია და რთული რელიეფია და იქ მიწის ვაკისიც კი არ არსებობს, წაშლილია წვიმის და ასე შემდეგ ექსპლუატაციის არ არსებობის გამო. რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი ჯერჯერობით რთული განსახორციელებელია მისი მშენებლობა. შემდეგ მოდის 110 კილომეტრიანი მონაკვეთი, აი სომხეთის საზღვრიდან ხორადიზამდე. ეს მონაკვეთი 110 კილომეტრიანი, ასე თუ ისე აზერბაიჯანმა ააშენა, დაახლოებით 85% არის დასრულებული. ეს არის სრულად ორლიანდაგიანი ელექტროფიცირებული რკინიგზა. და უფრო მეტიც აი აქედან მოყოლებული, აი ამ წერტილიდან მოყოლებული, მას საავტომობილო გზაც მიყვება. მე მინდა წინ გაუსწრო და აღვნიშნო იმ გარემოებას, რომ არ არის გამორიცხული, რომ სატრანზიტო სარკინიგზო დერეფანზე უფრო სწრაფად ექსპლუატაციაში სატრანზიტო საავტომობილო მიმართულება გაიხსნას. ეს კიდე დამატებითი საზრუნავია.
შუა დერეფნისათვის, რადგანაც საავტომობილო გადაზიდვების გადართვა უფრო სწრაფად ხდება, იმიტომ რომ იქ ძღოლი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო მობილურია. უფრო მობილურია. ანუ გაქვს ეს მოცემულობა და ბოლო მონაკვეთი ეს არის 316 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ფუნქციონირებადია და ეს ამაზე უკვე აზერბაიჯანმა დახარჯა თანხა. ბატონო, ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც უკავშირდება უკვე სომხეთის, თქვენ ხმარობთ ამ ტერმინს და სრულად შეესაბამება განბლოკვას. ამ შემთხვევაში ჩვენ მოწმენი ვართ და ძირითადად სტუდიაში რაც ვსაუბრობთ, გეოპოლიტიკურ განბლოკვაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამისი ნაწილი არის, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, სომხეთის შესაძლებლობ რესურსული შესაძლებლობების განბლოკვაც. ამ ხრივ რაც ცვლილებებს უნდა ველოდა ჩვენ სომხეთის ტერიტორიას. ნახეთ, ალბათ რაციონალური შეკითხვაა, როდესაც საუბარია, რომ უკვე დღესდღეობით მოხდა აი უფრო დეტალური ეს რუკა ძალიან ნათლად შეიძლება ამ რუკაზე დავინახოთ. როდესაც დღესდღეობით უკვე ზანგეზურის დერეფნის კონტური გამოიკვეთა, მას პარალელურად მოყვება სომხეთის მიერ თუ არ ვსწრები 2024 წელს თბილისში აბრეშუმის გზის შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აი ეს არის სომხეთის თავისუფლების გზაჯვარედინი ქვია, აი ამ კონსტრუქციას, სადაც ავტომატურად ხდება დებლოკირება ყველა დერეფნების და გამომდინარე აქედან, რატომ ჩვენ მხოლოდ ზანგეზურის დერეფანზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ რეალობაში სომხეთი გახსნის ყველა სხვა დერეფანს და ეს კი დამატებით ალტერნატივას შეუქმნის საქართველოს გამავალ დერეფანს. აი მაგალითისთვის, აი ამ წერტილში სადაც ხდება თურქეთის და სომხეთის და შეპირაპირება, აი ამ სადგურს ახურიანის სადგური ეწოდება, აქ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის მოშლილი. 99 წელს დაიკეტა ეს რკინიგზის სადგური დაშლის. ჯერ საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ რატომღაც სომხეთის მხარემ აბსოლუტურად შეინახა ეს მონაკვეთი. არ გაიძარცვა ისე როგორც გაიძარცვა და ამის აღდგენა დაახლოებით 36 მილიონი დოლარი ჯდება, რაც იმასთან შედარებით, რაც ბაქო-თბილისი ყარსთან დაიხარჯა 900 მილიონი კაპიკებია და ეს ბაქო-თბილისი ყარსი მაპატით გადახვევს, მაგრამ რატო არ ფუნქციონირებს ახლა აქტიურად? სხვა შორის დღეს აი ერდოგანმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. ბევრი მნიშვნელოვანი რამ თქვა, მათ შორის ტრადიციულად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ხაზგასმით აღნიშნა ასევე ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და ის რომ შუა დერეფნის პროექტში ჩვენ წარმოვადგენთ ხერხემალს, ასე ვთქვათ, ეს გადაჭარბებულია. მისი სიტყვების ციტირება მოახდინე, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ალტერნატივა გაჩნდება და დაუბრუნდეთ სომხეთის განბლოკვას, რა რესურსების, ასე ვთქვათ, გატანის საშუალება მიეცემა სომხეთს და რა ალტერნატიული სატრანზიტო არხები გაიხსნება, ისეთი რომელიც გავლენას მოახდენს საქართველოსთვის უკვე ტრადიციულ მონოპოლისტურ სატრანზიტო არხებს. ისე რუკას თუ დაუბრუნდებით, თუ შესაძლოა სომხეთის კი ბატონო. სომხეთის რუკას თუ დაუბრუნდებით, აი აქ დაახლოებით 4 განედური სატრანზიტო დერეფანი იხსნება სომხეთის ტერიტორიაზე, აი 4 დერეფანი იხსნება, ეს არის საავტომობილო დერეფანი, რომელიც სომხეთს აზერბაიჯანთან დააკავშირებს და თურქეთთან დააკავშირებს. ამიტომ ამ დერეფნების ფუნქციონირება პირველ რიგში მარტივად რო წარმოვიდგინოთ, საავტომობილო ტრანსპორტის გადართვას გამოიწვევს საქართველოზე გამავალი დერეფნი. აი მარტივად რო ვთქვათ, ხომ, თურქეთიდან დღესდღეობით სომხეთში საავტომობილო გადაზიდვები ნაკლებად არის, თუ არის მხოლოდ შემოდის თბილისში, საქართველოსი გეში შედის სატრანსპორტო საშუალება, გადაიტვირთება და შემდეგ მიდის სომხეთში. ასეთ შემთხვევაში უკვე გადატვირთვა აღარ იქნება საჭირო და თურქული ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სომხური ავტოსატრანსპორტო საშუალება პირდაპირ წამოვა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად, ეს დერეფნები, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა, ჩვენ უნდა დამატებით კონკურენტ დერეფნებად უნდა განვიხილოთ ზანგეზურის დერეფანთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოცულობებზეა დაახლოებით ლაპარაკი, აი, თქვენ კონკრეტულად შეგიძლიათ დაასახელოთ ციფრი, ხო, რა მოცულობის გადაზიდვები ხდება საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო. მოდით ესე წარმოვიდგინოთ, რომ 2022 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის ფანჯარა გაეხსნა,
საუბარია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად საქართველოში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ძვრა. 50%-ით გაიზარდა საავტომობილო სატრანზიტო ნაკადი, 30%-ით გაიზარდა სარკინიგზო სატრანზიტო ნაკადი. ციფრებში რო გადავიყავოთ, ეს არის 10 მილიონ ტონას მიაღწია საავტომობილო გადაზიდვებმა და სადღაც 8 მილიონ ტონას მიაღწია სარკინიგზო გადაზიდვებმა. ანუ ჯამში 18 მილიონი არის აი ის აგრეგირებული ციფრი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს შუა დერეფნის გასწვრივ გადის. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არ არის დიდი ციფრი, ეს არის ძალიან მოგზალებული ციფრი, მაგრამ ჩვენ მოველოდით, როგორც ექსპერტები, დამკვირვებლები, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა. დაახლოებით 10%-იანი დაც ექნებოდა, მაგრამ 2023-ში, 2024-ში და 2025-ში თვითნაკადების და არ მოხდა, პირიქით, თაროს აიყინა თითქოს და პლატოსავით არის თაროს პრინციპია და ამის მიზეზებზე ბევრი საუბარი შეგვიძლია და მათ შორის 18 მილიონი არის ის ბაზარი, ჩავარდნებზე და ასე შემდეგ. 18 მილიონი არის ის ბაზარი, მილიონი ტონა არის. აი სომხეთი თუ განიბლოკა თქვენივე ტერმინით, დაახლოებით რა მოცულობის ტვირთები შეიძლება დავკარგოთ მომენტალურად? ჩემი რა თქმა უნდა ამას კვლევა ესაჭიროება და უკეთესია თუ საქართველოს მთავრობა დღესვე დაიწყებს ამ მიმართულებით კვლევის ჩატარებას, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ რომ დღესვე დაიწყებს კიდე არასწორის ის არის ალბათ მე თქვენ კი არ გისურვებთ ამაზე კვლევები ჩატარებული უნდა ყოფილიყო კიდეც და უკვე შესაბამის ნაბიჯები იქნეს ნებისმიერი ტვირთნაკადი, აი როგორც წარმოვიდგინოთ რომ აი გვარში მართულში რომ წვილი ხაზებია, ისე უნდა იყოს ეს დაყოფილი და თითოეული ტვირთი თავისი სატარიფო პოლიტიკით უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს განხილული, მაგრამ რო გაუსწრო და თქვენ შეკითხვას გავცე პასუხი, ეს დაახლოებით ჩვენი მოგზალებული გაანგარიშებით არის 2.5 მილიონი ტონა ტვირთი, რომელიც შესაძლებელია შუა დერეფნიდან, ანუ საქართველოზე გამავალი დერეფნიდან მოხდეს გადამისამართება ზანგეზურის და აი აქ გახსნილი ახალი დერეფნებზე, ეს დაახლოებით 15-20%-ია აი მარჟისა, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ 5-7 წელიწადზე, აუცილებელია მოხდეს აი ამ სატრანზიტო ნაკადის გაზდა, რომ გადმომისამართებული ტვირთის მოცულობა იყოს ნაკლები და პირობითად 5-7% ასე თუ ისე არ იქნება მნიშვნელოვანი. გასაგები. ბატონ ბარდა და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც უკავშირდება პერსპექტივაში ხედვას. სტატიური არ არის არც ეს რეგიონი და ეს გამოჩნდა ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი მოულოდნელი რამ მოხდა სწრაფად, მაგრამ ამის პარალელურად რაც უკვე ვიცი და ვითარდება, ეს არის ევროკავშირის აქტიური დაინტერესება ცენტრალური აზიით და ჩინეთთან საოჭრო თანამშრომლობის გააქტიურება. ასე რომ კარგი გაგებით და პოზიტიური პერსპექტივით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შემოსვლასთან ერთად მისი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, არ ვიცით რუსეთთან მიმართებაში რა მოხდება, ამის მიუხედავადაც დასავლეთი ყოველთვის ეცდება, რომ ეს ალტერნატიული დერეფანი და ხაზი განავითაროს, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს რუსეთთან მიმართებაში. რა მოცულობის ინვესტირებებზე გვაქვს უკვე მონაცემები ევროკავშირიდან ცენტრალურ აზიაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრეგირება, თქვენივე ტერმინი რო გამოვიყენოთ, დამატებითი ტვირთების და რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ ამ ალტერნატიული ხაზების გაჩენასთან ერთად თავისი კონკურენტუნარიანობა არ დავკარგოთ და პირიქით უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ. ისე კომპლექსური შეკითხვა, შევსები ძალიან მოკლედ. პირველ რიგში, ჩვენ ხელის გულზე გვიდევს ევროკავშირის სწრაფვა და ეს იყო მარტის პირველ თუ მეორე დეკადაში, ვერ ვიხსენებ ზუსტად, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი იყო ჩასული სამარყანდში და 5 ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოეწერა შეთანხმებას 12 მილიარდი დოლარის Global Gateway პროგრამის ფარგლებში ცენტრალური აზიის რეგიონში
ჩადებასთან დაკავშირებით და 3 მილიარდი მოდის მხოლოდ ტრანსპორტის სექტორზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. თრიანად ეს პროექტი 300 მილიარდ დოლარზე არის აქცენტირებული 2027 წლისათვის. ამიტომ ბაზისი, საფუძველი, რომ ევროკავშირის მისწრაფება ჩადოს ინვესტიციები, აქ თვალნათელია. მე მინდა ერთი არგუმენტს გაუსვა ხაზი, რომ დღესდღეობით ყაზახეთი ძალიან მარტივად აანონსებს 10 მილიარდი დოლარის ჩადებას 5 მეტალურგიული კომბინატის განვითარებაში. ეს არ არის პატარა ციფრი, მეტალურგიული კომბინატების განვითარებაში 10 მილიონი ტონა ტვირთის. უზბეკეთი იგივე 10 მილიარდს დებს. შეუძლია რუკა შევცვალოთ უფრო ფართო უზბეკეთი დებს 10 მილიარდს ქიმიური მრეწველობის განვითარებაში. ანუ აი ეს მიდგომა, რომ საწარმოო პოტენციალი ვითარდება და ეს 10 მილიონი ჩადებულია ევროკავშირის და შეერთებული შტატების ფინანსური სახსრებით, ერთხელ კიდე თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ გამორიცხული არ არის, რადგან დიდი რაოდენობის ახალი ტვირთების და პროდუქტების აგრეგირება მოხდებოდა და ხდება ის გამორიცხული, რომ წამოვიდეს ევროკავშირისკენ. და წამოვიდეს. შესაბამისად მას გამოსავალი ჭირდება, გასავალი. შესაძლებელია, რომ აი ამ არსებული ჩვენი ესე თქვა სატრანზიტო რესურსები იყოფა და მით უმეტეს ნახსენები უკვე სიუნეკის ოლქში გამავალი თუ აქედან გამომდინარე მე მინდა პირველ რიგში გამომდინარე ანაკლიაში უკვე აშენებული უნდა გქონდეს ჩვენ პორტი თუ არა და სასწრაფოდ უნდა ყველანი ვიყოთ მობილიზებული ამაზე და ხდებოდეს რკინიგზის მოდიფიცირებაც და საშველი უნდა დაადგეს ოდესმე ავტობანის დამთავრებას რომელიც 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო და 2025 წელი. მე უფრო ორ კომპონენტს გავამახვილებდი ყურადღებას საგზნობლად უნდა გაიზარდოს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში ტრანსპორტში ჩადებული ინვესტიციები. უბრალოდ 10 მილიონი დოლარი იყო 2025 წლის პირველ კვარტალში ტრანსპორტის სექტორში უცხოური 10 მილიონი დოლარი ძალიან ცოტა არ არის საერთო მოცულობაში. ძალიან ცოტა. აი ბოლოს მინდა კითხოთ, ჩემთვის მაგალითად სრულიად აუხსნელი იყო თავად საქართველო რატო დებდა და რატო ჩავდეთ თუ არ ვშტები მილიარდ ნახევარის მოცულობაზე არის ლაპარაკი ჩრდილოეთის სამხრეთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებს დარიალის გვირაბების მშენებლობას და ასე შემდეგ რომ რუსეთთან ეს კომუნიკაციის არხი აბსოლუტურად რაციონალური სტრატეგიული ინტერესი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ დასავლეთის. მე არ გამოვრიცხავ რომ ამ გვირაბის გახსნა ნახევარი კი არა 50 მილიონის საბანკო გარანტიაზე არის საუბარი და ეს არ მიცეს ხო ხაზარაძეს და აბსოლუტურად სამართლიანი ის არის საქმეა კომენტარია თქვენი მხრიდან გამომდინარე იქიდან რომ მე არ გამოვრიცხავ რომ სომხეთის ტვირთნაკადი რომ ეს გვირაბი ძითაც დამტყმელი სომხეთის რუსეთის და ირანის მიმართულება უნდა ყოფილიყო ისეთ შეიძლება დააკლდეს ამ გადაზიდვებს და გამოდის რომ ის გვირაბი რომელზეც მილიარდ 200 მილიონი მარტო გვირაბზე დაიხარჯება და საფინანსო ინსტიტუტები და გვაქვს აღებული ის იქნება დაბალი უკუგებით ფინანსური უკუგებით დაბრუნებული და შესაბამისად თუ ჩვენ შეგვიძლია გვირაბისთვის საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდოთ თანხა რატომ არ შეგვიძლია ქვეყნის არა მარტო სატრანზიტო არამედ გეოპოლიტიკური სტატუსის გაძლიერებას გამყარებას უწყობდა ხელს და ამავე დროს უზარმაზარი სატრანზიტო რესურსის გადიდებას გაძლიერებას ნუ როგორც წარმოგიდგენია ანაკლის გარდა როტერდამის გდანსკის ჰამბურგის პორტები სულ აი ამ ლენდლორდის პრინციპით არის აშენებული და ეს მოდელი ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო გამოგვეყინებინა სახელმწიფოს რა თქმა უნდა მისწრაფება რო ყოფილიყო. ბატონო ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ დეტალური საუბარი იყო. მე ვფიქრობ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად პოლიტიკოსების მოსაზრებებს ვისმენთ, რა შეიძლება მოყვეს ზანგეზურის კორიდორის ამუშავებას, რა შეიძლება მოყვეს სომხეთის რესურსულ სატრანზიტო გამბლოკვას და ასე შემდეგ, მაგრამ ასე თვალსაჩინო დეტალურად ციფრების დონეზეც, კონკრეტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის დონეზე საჭირო იყო ამ ინფორმაციის მიცემა. ჩვენ იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს შეხვედრა ქვეყანაში მართველი რეჟიმის რეაქციების გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ამაზე წესით ახლა უნდა ლაპარაკობდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, არც კი ვიცი საქართველოს მთავრობაში ვინ არის პასუხისმგებელი დღეს, აი ვინ ეკონომიკის სამინისტროში შედის და ასე შემდეგ, ხო და ნუ საერთოდ ხმა არაფერი არ მოგვისმენია რეაგირება იმაზე, რაც უკვე მოხდა ფაქტობრივად და რა დინამიკაც უკვე შედგება. არა და ქვეყანას აღიარებული აქვს სატრანსპორტო დერეფანი, ეს არის პრიორიტეტი
და არსებობს გათვლებით, მაგალითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, რომ 2030-35 წლისთვის მულტიპლიკატორის ეფექტით რამდენი უნდა დაბრუნდეს პერეფნის მათი მონაკვეთის ფუნქციონირებიდან გამომდინარე, მაგალითად დღეს დასახელდა, რომ 10 მილიარდი დოლარზეა საუბარი 2030 წლამდე უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით პატა ცაგარეშვილი, შუა დერეფნის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო.